2025 წელი კოსმოსური კვლევების ისტორიაში ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. ამ ეპიზოდით მოგიმზადეთ იმ მთავარი მოვლენების შეჯამება, რომლებაც გასულ წელს სამყაროს შესახებ ჩვენი წარმოდგენა შეცვალა. სანამ უშუალოდ გაგახსენებთ რა იყო მთავარი საკითხები, მანამ მოკლედ ვისაუბრებ ყველაზე გამორჩეულ მოვლენებზე. პირველი ეს არის არტემის 2 და მთვარის მისიის მომზადება. იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ ასტრონავტების გაფრენა მთვარის გარშემო 2026 წლის განმავლობაში არის დაგეგმილი, 2025 წელი ამ მისიისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. NASA-მ დაასრულა SLS რაკეტისა და ორიონის ხომალდის აწყობა, კაფსულის, რომელშიც ასტრონავტები მოთავსდებიან, რამაც გზა გაუხსნა ადამიანების დაბრუნებას ღრმა კოსმოსში 50 წლიანი პაუზის შემდეგ. მეორეა SpaceX-ის Starship-ის პროგრესი. ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ 2025 წელს რამდენიმე წარმატებული სატესტო გაფრენა განახორციელა. 2025 წელს Starship-მა არამხოლოდ ორბიტას მიაღწია, არამედ SpaceX-მა აქტიურად დაიწყო მუშაობა ხომალდის ზედა საფეხურის დაჭერის ტექნოლოგიაზე, რაც რაკეტის სრულად მრავალჯერად გამოყენებას გახდის შესაძლებელს. მესამეა ჯეიმს ვების შთამბეჭდავი აღმოჩენები. ჯეიმს ვების ტელესკოპმა 2025 წელს რამდენიმე რეკორდი მოხსნა. გაქცეული შავი ხვრელი. დადასტურდა სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობა, რომელიც თავისი გალაქტიკიდან წარმოუდგენელი სიჩქარით გარბის 2.2 მილიონი მილი საათში. უძველესი ზეახალი. აღმოაჩინეს ყველაზე ადრეული ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება, რომელიც მაშინ მოხდა, როცა სამყარო მხოლოდ 730 მილიონი წლის იყო. ეგზოპლანეტების ატმოსფერო. ტელესკოპმა დააფიქსირა კლდოვანი პლანეტის ატმოსფეროს არსებობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება. მეოთხეა ჩინეთის კოსმოსური სადგური ტიანგუნი. ჩინეთმა განაგრძო თავისი სადგურის აქტიური ექსპლუატაცია. წელს სადგურზე განხორციელდა ეკიპაჟების როტაცია, რამაც დაადასტურა ჩინეთის მზარდი როლი კოსმოსურ რბოლაში. მათ ასევე დაიწყეს მუშაობა საკუთარ კოსმოსურ ტელესკოპზე, რომელიც ჰაბლზე უფრო დიდი ხედვის არეალს ხვირდება. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან მისიებს. ლუსის მისია. NASA-ს ზონდი ლუსი წელს ასტეროიდ დონალდ ჯოჰანსონს ესტუმრა. ევროპა კლიპერი. იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრისკენ მიმავალმა ხომალდმა მარსს ჩაუარა და გრავიტაციული მანევრი წარმატებით შეასრულა. სტარლაინერის ისტორია. ბოინგის ხომალდზე მყოფი ასტრონავტების სუნი უილიამსისა და ბუჩ უილმორის დედამიწაზე დაბრუნების საკითხი 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო, რომელიც საბოლოოდ SpaceX-ის დახმარებით გადაწყდა. როგორც ვხედავთ, 2025 წელი იყო წელი, როდესაც კაცობრიობა კიდევ უფრო მყარად დაემკვიდრა დედამიწის ორბიტაზე და აქტიური მზადება დაიწყო მთვარესა და მარსზე ფეხის დასადგმელად. ახლა კი უშუალოდ გადავხედოთ გასული წლის კოსმოსურ მოვლენებს და ვილოცავთ 2026 წელს. კომეტა 3i წილადი ატლასის კვლევა არამხოლოდ 2025 წლის, არამედ ბოლო 10 წლეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასტრონომიული მოვლენაა. მას ხშირად უწოდებენ კოსმოსურ არტეფაქტს, რადგან ის არის ისტორიაში მხოლოდ მესამე დაფიქსირებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც ჩვენს მზის სისტემას ეწვია, ოუმუომოსა და ბორისოვის შემდეგ. 3i წილადი ატლასი უცხოელი სტუმარი შორეული გალაქტიკიდან. 2025 წლის 1 ივლისს ჩილეში მდებარე ტელესკოპების სისტემამ ატლასი დააფიქსირა ობიექტი, რომელმაც მაშინვე შეცვალა ჩვენი წარმოდგენა კოსმოსურ მოგზაურობაზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი კომეტა მზის სისტემის განაპირა რაიონებიდან. მისი ჰიპერბოლური ტრაექტორია და წარმოუდგენელი სიჩქარე მოწმობდა, რომ ის სხვა ვარსკვლავური სისტემიდან მოვიდა. წარმოიდგინეთ, საათში დაახლოებით 246,000 კილომეტრს გადიოდა. რატომ არის ეს აღმოჩენა რევოლუციური? დროის კაფსულა. მეცნიერთა ვარაუდით 3i ატლასი შესაძლოა 7-დან 11 მილიარდ წლამდე ასაკის იყოს. ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენს მზეზე, რომელიც 4.6 მილიარდი წლისაა სავარაუდოდ, ბევრად ძველია და ატარებს ინფორმაციას იმ ეპოქიდან, როდესაც ირმის ნახტომი ჯერ კიდევ ფორმირების ადრეულ სტადიაში იყო. ქიმიური შემადგენლობა. ჰაბლის ტელესკოპითა და სხვა ობსერვატორიებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კომეტა შეიცავს იმაზე მეტ ნახშირორჟანგსა და ნიკელს, ვიდრე მზის სისტემის ადგილობრივი კომეტები. ეს გვაძლევს უნიკალურ შანსს შევისწავლოთ სხვა ვარსკვლავური სისტემების რეცეპტი შორეულ კოსმოსში გაფრენის გარეშე. ციცოცხლის ელემენტები. 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომეტის კუდის სპექტრულ ანალიზში აღმოაჩინეს ორგანული მოლეკულები, რომლებიც სიცოცხლისათვის აუცილებელ კომპონენტებად მიიჩნევა. კონსპირაციები და მეცნიერული რეალობა.
როგორც წინა ვარსკვლავთშორისი ობიექტების შემთხვევაში, სამიაი ატლასის ირგვლივაც გაჩნდა თეორიები მისი ხელოვნური წარმოშობის შესახებ. ზოგიერთი მკვლევარი, მათ შორის ჰარვარდის პროფესორი ავილოები, მიუთითებდა ობიექტის უცნაურ აჩქარებაზე. თუმცა NASA-ს და ESA-ს მონაცემებით, ეს აჩქარება გამოწვეულია გაზ-გაშვების პროცესით, როდესაც მზის სითბო ყინულს ორთქლად აქცევს, რაც რეაქტიული ძრაბის ეფექტს ქმნის. მოკლე დასკვნა. სამიაი წილადი ატლასის კვლევა 2025 წლის კოსმოსური მეცნიერების მწვერვალია. ის გვეუბნება, რომ ვარსკვლავთშორისი სივრცე არ არის ცარიელი და რომ ჩვენი სისტემა მუდმივად მასპინძლობს სტუმრებს გალაქტიკის ყველაზე შორეული კუთხეებიდან. ამჟამად კომეტა უკვე ტოვებს მზის სისტემის შიდა ნაწილს და სამუდამოდ მიემართება ღია კოსმოსში, უსასრულობისკენ. მეცნიერებს კი წლები დასჭირდებათ იმ გიგანტური მონაცემების დასამუშავებლად, რაც ამ ხანმოკლე ვიზიტის დროს შეგროვდა. ამ კომეტის შესახებ არსებული ინფორმაციები წელს ჩემი პროექტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცა, რაზეც ჩემს გამომწერებს გაქვთ ინფორმაცია. ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა რაკეტა Starship-ის მე-7 სატესტო ფრენა განახორციელა. მათ შეძლეს, რომ აპარატის პირველი საფეხური უკან უსაფრთხოდ დაებრუნებინათ, თუმცა აფრენიდან მალევე მეორე საფეხურთან კონტაქტი გაწყდა და ის ატმოსფეროში აფეთქდა. მისია ბოკა-ჩიკაში მდებარე კოსმოდრომიდან თბილისის დროით 17 იანვრის 02 საათსა და 37 წუთზე შედგა. გაშვებიდან დაახლოებით 7 წუთში რაკეტის ამაჩქარებელმა სუპერ ჰივიმ ზებგერითის სიჩქარე შეანელა და სპეციალური დამჭერების მქონე კოშკში დაეშვა. ამგვარი წარმატებული მანევრი წინა ჯერზე 2024 წლის ოქტომბერში ვიხილეთ. ახლა კი რაკეტის პირველმა საფეხურმა იგივე წარმატებით გაიმეორა. აქედან მალევე პირდაპირი ტრანსლაციისას ცნობილი გახდა, რომ Starship-ის მეორე საფეხურს ძრავებთან დაკავშირებული ანომალიის გამო პრობლემა შეექმნა. ხმელეთზე მისგან სიგნალს ვეღარ იღებდნენ. ცოტა ხანში კი ცაში გაჩენილმა სანახაობამ ცხადყო, რომ იგი აფეთქდა. ამ დროის განმავლობაში იმ მიდამოებში მოძრავი თვითმფრინავების ტრაექტორია უსაფრთხოებისთვის შეიცვალა. სოციალურ ქსელში აფეთქებისას გამოთავისუფლებული აალებული ფრაგმენტების არაერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ვხედავთ, როგორც სვივა ქვევით რაკეტის ცეცხლმოკიდებული ნაწილები. წარმატება საეჭვოა, თუმცა სანახაობა გარანტირებულია. დაწერა მასკმა X-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ასეთი ვიდეოს აღწერაში. კიდევ ერთ ამერიკელ მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Origin-ის რაკეტა New Glenn-ის სადებიუტო ფრენა შედგა. Blue Origin-ის მიერ შექმნილი აპარატი თბილისის დროით 16 იანვრის 11 საათსა და 3 წუთზე კანაბერალის კონცხზე მოწყობილი კოსმოდრომიდან ჰაერში წარმატებით აიჭრა. 12 წუთის შემდეგ რაკეტის ზედა საფეხურმა კოსმოსში უსაფრთხოდ გააღწია, რაც ამ მისიის უმთავრესი მიზანი იყო. რაც შეეხება მრავალჯერადი გამოყენების პირველ საფეხურს, ის ატლანტის ოკეანის ზედაპირზე განთავსებულ სპეციალურ პლატფორმაზე უნდა დაშვებულიყო. მართალია, მან ატმოსფეროში შესასვლელად 3 ძრავა აამუშავა, მაგრამ გეგმის მიხედვით დაშვება ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად კომპანიაში ამბობენ, რომ ამას ელოდნენ და სამაგიეროდ ღირებული მონაცემები შეაგროვეს. 98 მეტრიანმა New Glenn-მა აქამდე გრძელი გზა განვლო. ის პირველად ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გაეშვათ, თუმცა პირველი საფეხურის ძრავების შექმნის დაყოვნებამ მისიის გადავადება გამოიწვია. სხვადასხვა მიზეზის გამო ფრენა 10 და 13 იანვარსაც გადაიდო, მაგრამ 16 იანვრის მცდელობამ საბოლოოდ გაამართლა. ეს რაკეტა ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი Falcon 9-ის პოტენციური კონკურენტია, რადგან ისიც მრავალჯერადი გამოყენებისაა. Blue Origin-ს სულ მცირე 25 ფრენა აქვს დაგეგმილი და კლიენტებიც ჰყავს. მათ შორის NASA, ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოები, Ast Space Mobile და სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიები. ასევე შესაძლებელია ორბიტაზე მან გაიტანოს Amazon-ის პროექტ Kuiper-ის სატელიტებიც, რომელიც ილონ მასკის Starlink-ს გაუწევს კონკურენციას. New Glenn-ის ტვირთის ტევადობა 50 ტონაა, რომელსაც დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაიტანს. 2025 წლის გაზაფხულზე ამ რაკეტით კოსმოსში მარსის ზონდებს გაუშვებენ, რაც მისია ესკაპადეს ფარგლებში იგეგმება. უკანასკნელი ფრენა Blue Ring Pathfinder-ის სახელით ცნობილი ხომალდის სატესტო ვერსიის გამოცდასაც ემსახურებოდა. მის საკომუნიკაციო ტექნიკურ შესაძლებლობებზე დაკვირვება 6 საათს გაგრძელდა. იგი თავდაცვითი ინოვაციების განყოფილების პროგრამის ფარგლებში იქმნება და გეოსტაციონალურ ორბიტაზე დაახლოებით 3000 კილოგრამის გადანას შეძლებს.
ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA და მთლიანად კაცობრიობა ისტორიული მნიშვნელობის კოსმოსურ ტელესკოპ გაიას დაემშვიდობა. ეს ობსერვატორია ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომის გალაქტიკას 12 წლის განმავლობაში იკვლევდა. თუმცა 2025 წლის 15 იანვარს ფუნქციონირება შეწყვიტა. მოკლედ ამ მისიის შესახებ. ერთ დეკადაზე მეტი ხნის განმავლობაში გაიამ ჩვენს გალაქტიკაში მდებარე თითქმის 2 მილიარდი ვარსკვლავი და სხვა ობიექტები შეისწავლა. იგი ნათობთა მოძრაობას, სიკაშკაშეს, ტემპერატურასა და შედგენილობას იკვლევდა. ინფორმაციის პირველი წყება ამ კოსმოსური ტელესკოპისგან 2016 წელს მივიღეთ, მეორე 2018-ში, მესამე და უკანასკნელი კი 2022 წელს. მისიაზე მომუშავე გუნდი მონაცემთა მორიგი ნაწილის გასაჯაროებისათვის ემზადება, რაც 2026 წლისთვისაა მოსალოდნელი. აქ იქნება ყველაფერი ის, რაც აპარატმა 5.5 წლის განმავლობაში შეაგროვა. ამის შემდეგ საბოლოო გამოშვებაზე მუშაობა დაიწყება, რომელიც ვარსკვლავებზე 10.5 წლიანი დაკვირვებების შედეგებს გააერთიანებს. საზოგადოება მას 2020-იანი წლების მიწურულს იხილავს. SpaceX-ის რაკეტამ Falcon 9 კოსმოსში მთვარის 2 კერძო აპარატი გაიტანა. ფრენა თბილისის დროით 15 იანვრის 10 საათსა და 11 წუთზე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან შედგა, რომელიც ფლორიდის სანაპიროზე მდებარეობს. მთვარისკენ გაშვებული აპარატებია Blue Ghost და Resilience, რომელთაგანაც პირველი კომპანია Firefly Aerospace ეკუთვნის, მეორე კი iSpace. ეს ორივე მოდული დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე დასაშვებადაა შექმნილი. აფრენიდან დაახლოებით 8.5 წუთში Falcon 9-ის პირველი საფეხური უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა, ხოლო მეორე საფეხურმა ტვირთი ორბიტაზე 27 და 65 წუთის შემდეგ გაიტანა. Blue Ghost-ის მისია NASA-ს პროგრამა CLPS-ის ნაწილია. მან თან ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს 10 ხელსაწყოც გაიყოლა, რომელიც მთვარის გარემოს უკეთ შესასწავლადაა შექმნილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA Artemis-ის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად ემზადება. Blue Ghost-ი დედამიწის ორბიტაზე 25 დღეს გაატარებს, რის შემდეგაც მთვარისკენ 4 დღიან მოგზაურობას დაიწყებს. ის ორბიტაზე 16 დღე დარჩება, სანამ ვულკანურ წარმონაქმნ Mons Latrellis მიმდებარედ დაჯდება, რომელიც 3 მილიარდზე მეტი წლის წინაა ფორმირებული. აპარატი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში იმუშავებს, რაც მთვარის 1 სრული დღის ტოლფასია. ამ პერიოდში ის ეცდება, რომ ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის გრუნტისა და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს. ასევე მონაცემებს მოიპოვებს დედამიწის მაგნიტურ ველზეც. მისის დასასრულს კი მოდული მთვარეზე დაისსა და მასთან ასოცირებულ ცვლილებებს დააკვირდება. რაც შეეხება Resilience, ის ენერგოეფექტიან მარშრუტს მიჰყვება. ამიტომ მთვარეზე Blue Ghost-ის შემდეგ დაეშვება. მისიას თან ახლავს მინიმავალი სახელად Tenaciousი, რომელიც მთვარის რეგოლიტის ნიმუშების შეგროვებისთვისაა განკუთვნილი. Blue Ghost-ისა და Resilience-ის გაშვება დატვირთული წლის დასაწყისია, მათ შორის მთვარის მისიების მხრივ. ის რეგოლიტში არსებულ აგროლად ქიმიურ ნაერთებს შეისწავლის, რისთვისაც სპეციალურ ბურღსა და სპექტრომეტრს გამოიყენებს. მასთან ერთად გაშვებული პატარა თანამგზავრი Lunar Trailblazer წყლის დანალექების ადგილმდებარეობას დაადგენს და NASA-ს Artemis-ის მისიებისათვის დაშვებისთვის შესაბამისი ადგილების იდენტიფიცირებაში დაეხმარება. მოგვიანებით შეიძლება შედგეს მთვარის მისია IM Summit-ს, ასევე 2025 წელსაა ჩანიშნული Blue Origin-ის Blue Moon Mark 1-ის და Astrobotic Technologies-ის Griffin Mission 1-ის გაშვება. შორეულ კოსმოსში იუპიტერის ორბიტის გადაღმა ერთი უცნაური ობიექტი იმალება. მისი სახელია ქირონი და მიეკუთვნება მზის სისტემის ობიექტს და ტიპს, რომელსაც კენტავრს უწოდებენ. თუმცა ქირონი თავის თანამოძმე კენტავრებს შორისაც კი გამორჩეულია. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ჩატარებული ახალი დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ქირონი მართლაც ისეთი სხეულია, რომლის მსგავსიც ჯერ არ გვინახავს. სხვა კენტავრებისგან ძლიერ გამოირჩევა. აქვს პერიოდი, როცა კომეტასავით იქცევა. გარშემო აქვს მატერიის რგოლები და სავარაუდოდ მის გარშემო მოძრაობს კლდოვანი მასალების ნაშალის ან ტყვის ველიც. შესაბამისად, ჩნდება ბევრი კითხვა ქირონის იმ მახასიათებათა შესახებ, რომლებიც მას ასეთი უნიკალური ქცევის საშუალებას აძლევს. ამბობენ ამ სხეულის მკვლევარი ასტრონომები და ასტროფიზიკოსები. მზის სისტემა სავსეა წარმოქმნის დროინდელი 4.5 მილიარდი წლის წინანდელი კლდოვანი და ყინულოვანი ნარჩენებით. კენტავრები ძირითადად იუპიტერსა და ნეპტუნს შორისაა თავმოყრილი. მათი ორბიტები სუმცირე ერთ-ერთი ამ გიგანტი პლანეტის ორბიტას კვეთს და ძლიერ საინტერესო ობიექტები არიან. მაგალითად, ქირონს აქვს ასტეროიდის მსგავსი თვისებები, მაგრამ ხანდახან კომეტის მსგავსი აქტივობაც ახასიათებს. და კიდევ,
გარშემო აქვს მინიატურული პლანეტური რგოლიც. ვინაიდან მიჩნეულია, რომ ქირონი მზის სისტემის წარმოქმნის ერთგვარი დროის კაფსულაა, მეცნიერებს მისი უკეთესად შესწავლა სურთ, რასაც სიშორე ართულებს. ესპანეთის ოვიედოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა პლანეტურ მეცნიერ ნოემი პინილია ალონსოს ხელმძღვანელობით ჯეიმს ვების უმძლავრესი თვალი მიმართეს, რათა ენახათ შეძლებდა თუ არა ეს ტელესკოპი მის ისეთ დეტალებზე დაკვირვებას, რაც სხვა მხრივ შეუძლებელია. ასტრონომებმა ღრმა კოსმოსის ახალი სურათი გადაიღეს, რომელზეც ათასობით შორეული გალაქტიკაა ნაჩვენები. ამის შესაძლებლობა მათ ბნელი ენერგიის კამერამ დიკამმა მისცა, რომელიც ჩილეში მდებარე სერო ტოლოლოს ამერიკა-ჩორისი ობსერვატორიის ვიქტორ ბლანკოს სახელობის 4 მეტრიან ტელესკოპზეა დამონტაჟებული. სურათზე აღბეჭდილია ანტილა კლასტერი, იგივე Abell S0636, გალაქტიკების მჭიდრო შეჯგუფება, რომელიც ჰიდრა კენტავრის სუპერ შეჯგუფების ნაწილია. ის დედამიწიდან დაახლოებით 130 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ფოტოზე კი მის მცირე ნაწილს ვხედავთ, დაახლოებით 230 გალაქტიკას. ამის მიუხედავად, ფონზე სხვადასხვა ტიპის ათასობით სხვა გალაქტიკაც ჩანს. ღრუბლები მხოლოდ დედამიწაზე არაა. ისინი მარსზე წარმოიქმნება, რის დასტურიც NASA-ს მავალ კურიოზიტის მიერ გადაღებული კადრებია. რა თქმა უნდა, წითელ პლანეტაზე ღრუბლები მხოლოდ წყლის ყინულისგან არ შედგება, არამედ ნახშირო ჟანგის მშრალ ყინულსაც შეიცავს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ამ ციური სხეულის ძალიან თხელი ატმოსფერო სწორედ CO2-დაა მდიდარი. კურიოზიტი მარსზე არსებულ გეილის კრატერში მოძრაობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოელვარე ღრუბლების იქიდან დასანახად საუკეთესო დრო ადრეული შემოდგომაა. მავალის კამერა მასტკამმა ისინი 17 იანვარს დააფიქსირა, ხოლო 16 წუთის განმავლობაში მარსის ღამის სას აგვირდებოდა. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა სურათს, რომელიც ზონდმა Mars Global Surveyor-მა გადაიღო. მისმა კამერამ წითელი პლანეტის ზედაპირზე კვადრატული ფორმის წარმონაქმნი აღბეჭდა, რომელსაც X-ზე პოდკასტერი ჯო როგანი და ილონ მასკიც კი გამოეხმაურნენ. დამუშავებულ ფოტოებში ეს უჩვეულო სტრუქტურა მართლაც საინტერესოდ მოჩანს. ერთი შეხედვით ის უწყვეტ 4 კუთხეც ქმნის და შენობის საძირკველს მოგვაგონებს. სწორედ ასეთმა მოსაზრებებმა გაიჟღერა საზოგადოების ნაწილში, რომელმაც ის არამიწერი ცივილიზაციის საცხოვრებლადაც კი მიიჩნია. ამის მიუხედავად, თუ დაუმუშავებელ სურათს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ხაზები უწყვეტი სულაც არაა. სივრცეებს ჩვენი გონება აავსებს, როგორც ოპტიკური ილუზიების შემთხვევაში ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არეალი მარსის ზედაპირზე დაახლოებით 3 კილომეტრს იკავებს. როგორც ფოტოზე ჩანს, კვადრატული ფორმის აღქმას სხვადასხვა გეოლოგიური წარმონაქმნი უწყობს ხელს, რომლებიც ჩრდილებს ქმნის. დანარჩენი ჩვენივე ტვინის შემოქმედებაა. ამ ფენომენს პარეიდოლია ეწოდება, რაც ჩვენთვის ნაცნობი ობიექტების დანახვას გულისხმობს ისეთ საგნებში, რომლებსაც მათთან კავშირი არ აქვს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, როცა ღრუბლებში ცხოველების ან სხვა რამის ფორმებს ვხედავთ ხოლმე. წარსულში მარსთან დაკავშირებით პარეიდოლიის ფენომენმა შეცდომაში მეცნიერებიც კი შეიყვანა. მე-19 საუკუნეში ასტრონომმა ჯოვანი სკიაპარელიმ წითელ პლანეტაზე არხების სისტემა დააფიქსირა, რომელიც მისმა კოლეგა პერსივალ ლოუელმა ხელოვნურად შექმნილად მიიჩნია. მეცნიერმა ახალი სურათების გადასაღებად საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ ამ მონაცემებმა მისი ჰიპოთეზა საბოლოოდ უარყო. მეცნიერებმა მაგელანის დიდ ღრუბელში ირმის ნახტომის ორბიტაზე მოძრავ ჯუჯა გალაქტიკაში უზარმაზარი შავი ხვრელის არსებობის ნიშნები დააფიქსირეს. ის მზეზე დაახლოებით 600,000 ჯერ მასიური უნდა იყოს, წარმოუდგენელი ზომა. მაგელანის დიდი ღრუბელი ამჟამად ირმის ნახტომის გარშემო 160,000 სინათლის წლის დაშორებით მოძრაობს. გამოთვლების თანახმად, შეჯახება დაახლოებით 2 მილიარდ წელიწადში მოხდება. თუ ამ ჯუჯა გალაქტიკაში ზემასიური შავი ხვრელი მართლაც არსებობს, ის ირმის ნახტომის ცენტრისკენ გაიკვლევს გზას და მშვიდოსთან A ვარსკვლავს შეუერთდება. შედეგად კიდევ უფრო დიდი შავი ხვრელი წარმოიქმნება. ასტრონომები მიიჩნევენ, რომ შავი ხვრელების მასა სწორედ ასეთი შერწყმით იზრდება. მეცნიერებმა Frontieris სუპერკომპიუტერის გამოყენებით სამყაროს ყველაზე დიდი და რთული სიმულაცია შექმნეს. მათი თქმით, მსგავსი რამ აქამდე შეუძლებელი იყო.
Frontier-ის კომპიუტერში ამისთვის Hardware Hybrid Accelerated Cosmology Code HACC-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენეს, რომელიც შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის საკუთრებაშია. მეცნიერების გუნდი ამ პროექტზე 7 წელი მუშაობდა. ამისათვის Frontier-ის 9000 გამოსვლითი მექანიზმი იყო საჭირო. ცნობისათვის Frontier-ი მეორე ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერია მსოფლიოში. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს მიღწევა მათ სამყაროს შესწავლაში დაეხმარება. მსგავსი სისტემებით სამყაროს მომავლის ნაწილობრივ განსაზღვრაც კი არის შესაძლებელი. ასტრონომებმა სამყაროში ჩვენთვის ცნობილთა შორის უდიდესი სტრუქტურა აღმოაჩინეს. ის 1.4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული და თითქმის 70 გალაქტიკურ სუპერგროვას შეიცავს. დიდ მანძილზე გალაქტიკები გროვებად ერთიანდებიან, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო დიდ სუპერგროვებად ჯგუფდებიან. რამდენიმე ასეთი სუპერგროვა ასტრონომებს აქამდე ჰქონდათ აღმოჩენილი და დადგენილი, რომ ხშირად ისინი ერთმანეთს რკალებად ან კედლებად უკავშირდებიან, როგორიც არის მაგალითად სლოუნის დიდი კედელი ან ლანიაკეას სუპერგროვა, რომლებიც აქამდე სამყაროში ჩვენთვის ცნობილ უდიდეს სტრუქტურებად ითვლებოდა. ზოგიერთი კოსმოლოგი ირწმუნება, რომ სამყარო უბრალოდ ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს იმაზე დიდ მანძილებზე, ვიდრე ჩვენ მიერ დანახული ყველაზე დიდი სტრუქტურები მდებარეობს. ზოგიერთი კი ამბობს, რომ სამყარო ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს მანძილებზე, მაგრამ ამას ეჭქვეშ აყენებს ასეთი დიდი სტრუქტურები. მზის სისტემიდან სულ რაღაც 20 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებობს პლანეტა, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს. ეგზოპლანეტა სახელად HD 20794D-ს დედამიწაზე 6-ჯერ მეტი მასა აქვს და მზის მსგავს ვარსკვლავს გარს უვლის ისეთი მანძილიდან, რომ მის ზედაპირზე შესაძლებელი უნდა იყოს თხევადი წყლის შენარჩუნება. ვარსკვლავი HD 20794 იმედის მომცემია სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის ჩვენეული აღქმის თვალსაზრისით. ჩვენი მზის მსგავსად ისი წყვითელი ჯუჯაა, მაგრამ ცოტა უფრო პატარა და ხანდაზმული, რაც იმას ნიშნავს, რომ იმყოფება წყალბადის სინთეზის პიკში, მაგრამ საკმარისად დიდი ისტორია აქვს იმისათვის, რათა მის გარშემო ეგზოპლანეტები დაესტაბილურებინა. მისი ორბიტა ელიფსურია, ანუ ოვალური ფორმის. მისი ორბიტის მხოლოდ რაღაც ნაწილი ექცება სასიცოცხლო ზონაში და ყველაზე შორეული წერტილი, ანუ აპასტრონი, ამ დიაპაზონს მიღმა. ისეთ მანძილზე, სადაც პლანეტის ზედაპირზე წყალი გაიყინება. მარსის ზედაპირზე მიმოფანტული ქვები წითელი პლანეტის წარსულის მრავალ საიდუმლოს მალავენ. ეზეროს კრატერში ფერმკრთალ ქვაში აღმოჩენილი მინერალების წარმოქმნა შესაძლებელია მხოლოდ თბილ, ძლიერ წყლიან გარემოში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიდი ხნის წინ მარსი შეიძლება იმაზე მეტად გამორჩეული იყო, ვიდრე ოდესმე გვიფიქრია. დედამიწაზე ეს მინერალები წარმოიქმნება იქ, სადაც ძლიერი ნალექები მოდის და არის თბილი კლიმატი ან ჰიდროთერმული სისტემები. მაგალითად, ცხელი წყაროები. ორივე გარემო იდეალურია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის. ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი როჯერ ვიენსი. მისი განცხადებით, სწორედ ეს მინერალები რჩება ქვაში, როცა ის 1000 წლეულების მანძილზეა მოქცეული გამდინარე წყალში. დროთა განმავლობაში თბილი წყალი გამორიცხავს ყველა ელემენტს, გარდა იმათი, რომლებიც წყალში უხსნადია, და რჩება მხოლოდ ის, რაც მარსზე ახლახან ვიპოვეთ. მეცნიერი ამბობს, რომ საოცარია სრულად წარმოუდგენელი ისეთი ცივი, მშრალი პლანეტისთვის, როგორიც დღეს მარსია. როგორი იყო მარსი თავდაპირველად და რა შეიცვალა დროთა განმავლობაში? ეს ის საიდუმლოებებია, რომელთა ამოხსნაც ძლიერ სურთ პლანეტურ მეცნიერებს. სულ მცირე იმიტომ, რომ ასე გავიგებთ, იყო თუ არა ოდესმე წითელი პლანეტა სიცოცხლის აღმოცენებისათვის ხელსაყრელი. ბერნარდის ვარსკვლავი დედამიწასთან უახლოესი ეული ვარსკვლავია. ჩვენგან სულ რაღაც 5.96 სინათლის წლის მანძილზე. მისი სიმარტოვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგან ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავთა უმრავლესობა წყვილურია, ანუ ბინარული. ის 1916 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ ასტრონომები გამალებით ეძებენ მის გარშემო პლანეტებს. ბერნარდის ვარსკვლავთან პლანეტების არსებობის ნიშნები ადრეც შენიშნეს. თუმცა ამჯერად მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურდა. სისტემის 4-ვე ეგზოპლანეტა დედამიწაზე პატარაა. ასეთი პატარა პლანეტების პოვნა კი ძალიან რთულია ირმის ნახტომის პლანეტათა ფართო მრავალფეროვნებაში. ბერნარდის ვარსკვლავი ოფიციალურად GJ699 ეგზოპლანეტებზე მონადირეთათვის რამდენიმე მიზეზის გამოა საინტერესო. პირველია მისი სიახლოვე. მასზე ახლოს ჩვენთან მხოლოდ
კენტავრის სამომაგი ვარსკვლავური სისტემაა. ამას გარდა ბერნარდის ვარსკვლავი ჩვენი მზესავით ეული ვარსკვლავია. არის წითელი ჯუჯა, ვარსკვლავის ყველაზე გავრცელებული ტიპი ჩვენს galaktikაში. მისმა შესწავლამ ბევრი რამ უნდა გვითხრას ჩვენი galaktikuri სამეზობლოსა და იქ არსებული პლანეტების შესახებ, ეულ ვარსკვლავთა გარშემო პლანეტური სისტემების შესახებ და ასევე წითელი ჯუჯების გარშემო პლანეტური სისტემისა და მათი სიცოცხლის უნარიანობის საკითხზე. NASA-მ კოსმოსში ახალი ტელესკოპი გაუშვა, რომელსაც PEREXI სამყაროს ისტორიის შემსწავლელი სპექტროფოტომეტრი რეიონიზაციის პერიოდისა და ყინულების კვლევითი აპარატი ეწოდება. აქამდე მისია სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა საბოლოოდ PEREXI ორბიტაზე კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 თბილისის დროით 12 მარტის 7 საათსა და 10 წუთზე გაიტანა. ფრენა კალიფორნიაში მდებარე ვანდერბერგის კოსმოსური ძალების ბაზაზე შედგა. ცას ახლო ინფრაწითელ სპექტრში დააგვერდება, რომელიც ადამიანის შევიარაღებელი თვალისათვის უხილავია. ის საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ ობიექტები, რომლებიც ზედმეტად ცივი ან შორეულია, რის გამოც ხილულ სპექტრში ძნელად განირჩევა. SpaceX-ი ახლა მზესთან სინქრონულ პოლარულ ორბიტაზე დაიწყებს მოძრაობას. ანუ ვარსკვლავთან მიმართებით მისი პოზიცია უცვლელი იქნება. ამავე დროს იქ ის მზის მცხუნარებისგან დაცულიც იქნება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ინფრაწითელი სპექტრი სითბურ ტალღებს მოიცავს, რომელთა გარეშე წყაროსაც მონაცემების დახარვეზება შეუძლია. ამის თავიდან ასაცილებლად ტელესკოპის კონუსური დამცავი კარკასი მზისგან სულ მცირე 91 გრადუსით იქნება შებრუნებული. ასევე მისი ობიექტივი დედამიწის საპირისპირო მხარეს მოექცევა, რადგან ინფრაწითელი გამოსხივება ჩვენს პლანეტასაც აქვს. საბოლოოდ, ახალი ობსერვატორია 98 წუთიანი ორბიტული პერიოდის ტრაექტორიით იმოძრავებს და გარშემო არსებულ სხვადასხვა კოსმოსურ სარტყელს 360 გრადუსით გადაიღებს. სრული ხედის აღსაბეჭდად მას 6 თვე დასჭირდება. მეცნიერებმა სულ ახლახანს აღმოაჩინეს სავარაუდო, თუმცა მყარი მტკიცებულება იმისა, რომ არც ისე შორეული ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა სხვა სიცოცხლის სახლი იყოს. უფრო ზუსტად 124 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტაზე დააფიქსირეს არამიწიერი სიცოცხლის ყველაზე ძლიერი ნიშნები ამ დროისათვის აღმოჩენილთა შორის. კემბრიჯის ჯგუფმა, რომელიც სწავლობს პლანეტის K218b-ს ატმოსფეროს, აღმოაჩინა მოლეკულების ნიშნები, რომლებიც დედამიწაზე მხოლოდ მარტივი ორგანიზმების მიერ არის წარმოქმნილი, ანუ ბიოხელწერა. დედამიწაზე დიმეთილ სულფიდსა და დიმეთილ დისულფიდს მხოლოდ სიცოცხლე წარმოქმნის. ძირითადად მიკრობული სიცოცხლე, მაგალითად ზღვის ფიტოპლანქტონი. მიუხედავად იმისა, რომ K218b-ს ატმოსფეროში ამ მოლეკულების წყარო შეიძლება ჩვენთვის უცნობი ქიმიური პროცესი იყოს, კვლევის შედეგები წარმოადგენს ამ დროისათვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას იმისა, რომ სიცოცხლე შეიძლება მზის სისტემის მიღმა სხვა პლანეტაზეც არსებობდეს. ეს არის მეორეული და უფრო პერსპექტიული ქიმიკატები, რომლებიც დაკავშირებულია სიცოცხლესთან. ეს აღმოჩენა შესაძლებელი გახადა NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა. ამ ბიოხელწერის მოლეკულების არსებობა სვამს სიღრმისეულ კითხვებს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მათ უნდა წარმოქმნიდეს. ჩვენი კვლევა საწყისი წერტილია ყველა იმ კვლევისა, რომელიც ახლა საჭირო ამ ამაღელვებელი აღმოჩენის დადასტურებისა და შედეგების აღქმისათვის. ამბობს კვლევის თანაავტორი, კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარი საბას კონსტანტინუ. ეს გუნდი და დამოუკიდებელი ასტრონომები ხაზს უსვამენ, რომ მეტი მონაცემებია საჭირო ამ შედეგების დასადასტურებლად. წამყვანმა მკვლევარმა პროფესორმა ნიკუ მადჰუსუდჰანმა, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობს, იმედი გამოთქვა, რომ მალე მოიპოვებს დამაჯერებელ მტკიცებულებებს. BBC-სთან ინტერვიუში მეცნიერმა აღნიშნა, რომ K218b-ს შეიძლება ჰქონდეს ოკეანეც, რომელიც სავარაუდოდ სავსე იქნება სიცოცხლით. წინა დაკვირვებებით დადგინდა, რომ პლანეტა K218b დედამიწაზე 8.6-ჯერ მასიური და 2.6-ჯერ დიდია. მდებარეობს ჩვენგან 124 სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მაშინ მის ატმოსფეროში მეთანი და ნახშირორჟანგიც დააფიქსირეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნახშირბაძე დაფუძნებული მოლეკულები სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში იპოვეს. შედეგები ჰიკიანე პლანეტის პროგნოზებთან შესაბამისი იყო. სიცოცხლისათვის ხელსაყრელი მთლიანად ოკეანით დაფარული პლანეტის, რომელიც წყალბადით მდიდარ ატმოსფეროშია გახვეული.
დაზუსტებით არ ვიცით იყო თუ არა ჩვენ მიერ ბოლოს ნანახის სიგნალი დიმეთილ სულფიდის, მაგრამ ამაზე უბრალოდ მინიშნებაც კი ჩვენთვის საკმარისად ამაღელვებელი იყო, რომ დაკვირვებები ჯეიმს ვების სხვა ინსტრუმენტებითაც შეგვედარებინა. ეს გახლავთ მტკიცებულებათა დამოუკიდებელი ხაზი, რომელიც წინასგან განსხვავებული ინსტრუმენტითა და სინათლის ტალღის სხვა სიგრძეში მივიღეთ, სადაც არ არსებობს გადაფარვა წინა დაკვირვებებისგან. სიგნალი ძლიერი და მკაფიოა. დიმეთილ სულფიდი DMS და დიმეთილ დისულფიდი DMDS ერთი ქიმიური ოჯახის მოლეკულებია და ორივე მათგანი ბიოხელწერას წარმოადგენს. ანუ ეს ნივთიერებები ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგია. ორივე მოლეკულა ტალღის სიგრძის დაკვირვებულ დიაპაზონში ფარავდა სპექტრულ მახასიათებლებს, მაგრამ შემდეგი დაკვირვებები წარმოაჩენს სხვაობებს მათ შორის. წინა თეორიული ნაშრომები პროგნოზირებდა, რომ გოგირდზე დაფუძნებული აირების, მაგალითად დიმეთილ სულფიდისა და დიმეთილ დისულფიდის მაღალი მაჩვენებელი შესაძლებელი უნდა იყოს ჰიკიანე პლანეტებზე. ახლა ჩვენ ის მართლაც ვნახეთ. ზუსტად ისე, როგორც პროგნოზირებული იყო. გამომდინარე იმ ყველაფრიდან, რაც ამ პლანეტის შესახებ ვიცით, ჩვენს ხედ არსებულ მონაცემებს ყველაზე უკეთესად შეესაბამება სცენარი მთლიანად ოკეანით დაფარული ჰიკიანე პლანეტისა, რომელიც სიცოცხლითაა სავსე. გავა 10 წლეულები და შეიძლება კვლავ ამ მომენტს დავუბრუნდეთ და გავაცნობიეროთ, რომ სწორედ ეს იყო სამყაროში დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენის პირველი მომენტი. შეიძლება ეს გარდამტეხი მომენტი იყოს, რომელშიც პასუხი გავაცით ფუნდამენტურ კითხვას სამყაროში ჩვენი მარტოობის შესახებ. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ამ ვარსკვლავურ სისტემაზე ინტენსიურ დაკვირვებას აგრძელებენ. 1963 წლის შემდეგ პირველად ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟით მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კერძო კოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin-მა მორიგი ტურისტული მისია შეასრულა. კოსმოსური ხომალდის ბორცე იმყოფებოდნენ ამერიკელი პოპ მომღერალი კეიტი პერი, Blue Origin-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, CBS-ის ტელეწამყვანი გეილ კინგი, NASA-ს ყოფილი სარაკეტო მეცნიერი აიშა ბოი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ამანდა ნგუენი და კინოპროდიუსერი კერიან ფლინი. ეკიპაჟს სათავეში ლორენ სანჩესი ჩაუდგა. ნამდვილად გასაოცარი სანახაობა იყო, რაც მთავარია ემოციებით დატვირთული. კოსმოსში 11 წუთიანი ფრენის შემდეგ 6 ქალისგან შემდგარი ჯგუფი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა. კეიტი პერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოსმოსში ყოფნის დროს სიმღერა What a Wonderful World შეასრულა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი მიწას აკოცა. ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რამდენად მიყვარხართ. განაცხადა პერიმ. კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ ნიუ შეპარდის კაფსულა უსაფრთხოდ დაეშვა ტეხასის შტატში. უსაფრთხო დაბრუნებას Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსიც დაესწრო. 2020 წლის მაისში ასტრონომები პირველად დააკვირდნენ ვარსკვლავის მიერ პლანეტის შთანთქმის პროცესს. იმ პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ პლანეტა მას შემდეგ განადგურდა, რაც ვარსკვლავი ევოლუციის მიწურულ ფაზაში შევიდა, ანუ წითელ გიგანტად იქცა და გაფართოვდა. ამის მიუხედავად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ პლანეტის აღსასრული სულ სხვაგვარად მოხდა. კვლევრების თქმით, ვარსკვლავის გაფართოების ნაცვლად, როგორც ჩანს, თავად პლანეტა მიუახლოვდა მას, რაც კატასტროფით დასრულდა და ორბიტის ნელ-ნელა დაშლის შემდეგ პლანეტა ვარსკვლავში ჩავარდა. ეს ვარსკვლავი ირმის ნახტომის გალაქტიკაში მდებარეობს. დედამიწიდან დაახლოებით 12000 სინათლის წლის მანძილზე, არწივის თანავარსკვლავედის მიმართულებით. იგი ოდნავ უფრო წითელი და ნაკლებად კაშკაშაა, ვიდრე ჩვენი მზე. ხოლო მასით მისი დაახლოებით 70%-ია. დაზუსტებით არავინ იცის, რა დაემართა პლანეტას. მაგრამ მიიჩნევა, რომ ის ეკუთვნოდა გაზის გიგანტების ეგრეთ წოდებული ცხელი იუპიტერების კლასს. ჩვენ გვჯერა, რომ ის უნდა ყოფილიყო გიგანტური პლანეტა, მინიმუმ იუპიტერზე რამდენჯერმე მეტი, რადგან სწორედ ამდენად დიდი მასაა საჭირო ვარსკვლავზე ასეთი ძლიერი გავლენის მოსახდენად. ამბობს კვლევის თანაავტორი მორგან მაკლეუდი, ჰარვარდ სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრის პოსტდოქტორანტი. NASA-ს მიერ მზის შესასწავლად გაგზავნილმა ზონდმა პარკერ სოლარ პრობმა გასული წლის დეკემბერში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. მან ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირს 6.1 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუარა. ესაა ყველაზე ნაკლები დისტანცია, რომელზეც ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი მზეს ოდესმე მიახლოებია. 2025 წლის 22 მარტს აპარატმა სისწრაფის რეკორდიც გაიმეორა. კერძოდ ის პლაზმის უზარმაზარი სფეროს მიმდებარედ წამში
192 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდებოდა. ფაქტობრივად პარკერ სოლარ პრობმა ამჯერადაც მზის ატმოსფეროში გაიარა და მას შეეხო. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფერო მისი ხილული ზედაპირიდან 8.3 მილიონ კილომეტრზე მეტ მანძილზე ვრცელდება. ზონდის ბოლოდროინდელი რეკორდები გასაოცარია, იმის გამოც, რომ მზის ატმოსფერო უფრო ცხელია, ვიდრე მისი ზედაპირი. იქ ტემპერატურა მილიონობით გრადუს ცელსიუსს აღწევს. რა თქმა უნდა, აპარატის დიზაინის შექმნისას მეცნიერებმა ეს გაითვალისწინეს და ისე დაამზადეს, რომ ხურვალებისთვის გაეძლო. 22 მარტის მანევრი ვარსკვლავთან რიგით 23-მე ჩავლა იყო და დაგეგმილი 5-დან მეორე, რომლის დროსაც დისტანცია 6.1 შეადგენდა. მომდევნო ჯერზე ზონდი მზეს 19 ივნის მიუახლოვდება, შემდეგ კი 15 სექტემბერსა და 12 დეკემბერს, თუ კი საწვავი ეყოფა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისია ამით დასასრულისკენ წავა, რადგან საწვავის მარაგის ამოწურვის გარდა პლაზმისგან თავდაცვის პრობლემაც შეიქმნება. ამის მიუხედავად, სანამ ეს მოხდება, აპარატი ღირებული ინფორმაციის შეგროვებას განაგრძობს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს CIA-ის მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი ანგარიში ბოლო პერიოდში ამოუცნობი ფინავი ობიექტებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. დოკუმენტი ეხება ამბავს, რომლის მიხედვითაც თითქოს და უცხოპლანეტელები საბჭოთა ჯარისკაცებს უკრაინაში წვნის დროს თავს დაესხნენ. თუმცა, სანამ დეტალებზე ვისაუბრებ, გეტყვით, რომ ამ მოვლენის ფაქტობრივი სიზუსტე დაუდგენელია. მიუხედავად დოკუმენტის ოფიციალური წარმომავლობისა, მასში წარმოდგენილი ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით არ არის დამოწმებული და არც სამეცნიერო მეთოდებითაა გადამოწმებული. შესაბამისად, აღწერილი ამბავი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც დადასტურებული ისტორიული ფაქტი. ანგარიში CIA-მ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. მათ ხელში ჩაუვარდათ 250 გვერდიანი მასალა, რომელიც თავდაპირველად KGB-ს, ანუ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ეკუთვნოდა. ინფორმაცია საჯაროდ პირველად 2000 წელს გავრცელდა. ეს ამბავი ისევ აქტუალური 2020 წელს გახდა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ამ მოუცნობი ანომალიური ფენომენების გამოსაკვლევად სპეციალური ჯგუფი შექმნა. ანგარიში წერია, რომ უკრაინაში წვრთნის დროს საბჭოთა ჯარისკაცებმა დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თეფშის ფორმის ობიექტი შენიშნეს და მას საზეინტო რაკეტა ესროლეს. შედეგად ის ჩამოვარდა და იქიდან დაბალი ტანის, დიდი თავისა და შავი თვალების მქონე 5 ჰუმანოიდი არსება გამოვიდა. CIA-ის ანგარიში ასევე წერია, რომ ინციდენტის შემდეგ ეს ქვადქცეული ჯარისკაცები და ჩამოვარდნილი ხომალდის ნარჩენები მოსკოვთან ახლოს არსებულ საიდუმლო ზონაში გადაიტანეს. შემდგომი ანალიზის შედეგად კი დოკუმენტის თანახმად დადგინდა, რომ ჯარისკაცების ქსოვილები კირქვის მსგავს მატერიად იყო გარდაქმნილი. ანგარიშის დასასრულს აღნიშნულია, თუ KGB-ს ეს დოსიე რეალობას ასახავს, საქმე ძალზე შემაშფოთებელ შემთხვევასთან გვაქვს. ეს არსებები ფლობენ ისეთ ტექნოლოგიებსა და იარაღს, რომლებიც ჩვენს წარმოდგენებს სცილდება და მათ თავის დაცვაც შეუძლიათ. პირველად 22 წლის შემდეგ NASA-ს ინჟინერებმა დედამიწისგან დაახლოებით 25 მილიარდი კილომეტრით დაშორებული Voyager 1-ის სათადარიგო ძრავები აამუშავეს. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ისინი 2004 წლიდან მოყოლებული არ ფუნქციონირებდა. სპეციალისტებმა ამის შეცვლა იქამდე მოასწრეს, სანამ ამ და მის ჯგუფისალ ზონდ Voyager 2-თან საკომუნიკაციო ანტენა თვეების განმავლობაში განახლების გამო გაითიშებოდა. Voyager 1 კოსმოსში 1977 წლის 5 სექტემბრიდან გადაადგილდება. მან მზის სისტემის აირის გიგანტი პლანეტების შესწავლის პირველადი მისია დაასრულა და ახლა იმაზე შორსაა, ვიდრე ადამიანის შექმნილი ნებისმიერი სხვა აპარატი. მისი ბევრი ინსტრუმენტი გათიშულია, ზოგი საჭირო აღარაა, ზოგმა კი მუშაობა შეწყვიტა. თავად ძრავები აუცილებელია, რათა ზონდის ანტენა დედამიწისკენ იყოს მომართული. იმის მიუხედავად, რომ სიგნალი 23 საათიანი დაყოვნებით იცვლება დედამიწასა და Voyager-ს შორის და ეს სირთულეებს ქმნის, გამაცხელებლები ამუშავდა და ძრავებიც ამოქმედდა. ვნახოთ, რა სიუპრიზს შემოგთავაზებს ახლო მომავალში Voyager 1. დედამიწაზე პოლარული ნათება გასაოცარ სანახაობას ქმნის დამეთანხმებით, მაგრამ იცოდით, რომ ეს მარსეც ხდება. Science Advance-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში მეცნიერები სწორედ ამ ფენომენის შესახებ გვიუღებიან, რომელიც NASA-ს მარსმავალმა ხილულ სპექტრში პირველად დააფიქსირა. ეს 2024 წლის 18 მარტს მოხდა, როცა Perseverance წითელი პლანეტის ცას აგვირდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოვლენა აქამდე არც მისი და არც რომელიმე სხვა ციური სხეულის დედამიწის გარდა ზედაპირიდან ყოფილა აღბეჭდინი. მარსზე მწვანე ნათების არსებობა ნიშნავს, რომ შესაძლოა ის იქ გაშვებულმა ასტრონავტებმაც დაინახონ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის თვალისთვის ეს მკრთალ მომწვანო ელვარებად აღიქმება. ასეთი ნათება მაშინ ჩნდება, როცა ატმოსფეროსთან მზის დამუხტული ნაწილაკები ურთიერთქმედებს. მარსის მწვანე ნათების სიმკრთალეს რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, თავად აპარატის კამერებია, რომლებიც ღამის სიბნელეში ისეთ მკაფიო გამოსახულებებს ვერ იღებს, როგორც დღისით. მეორე ფაქტორი ისაა, რომ მარსს დედამიწის მსგავსი გლობალური მაგნიტური ველი არ აქვს, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს პოლუსებისკენ მიმართავს. ამის ნაცვლად მისი ქერქის მხოლოდ კონკრეტული ნაწილებია მაგნეტიზებული, რაც ნიშნავს, რომ ციალი მთელს პლანეტაზე ნაწილდება და ნაკლებად მკაფიო ხდება. ამიერიდან ფენომენის პროგნოზირება შესაძლებელია და პერსევერანსის კამერები მარსის ღამის სისკენ სწორედ ამის გათვალისწინებით მიმართეს. 14 მაისის შუადღის 12 საათსა და 25 წუთზე მზეზე X კატეგორიის ამოფრქვევა მოხდა, რომელიც 2025 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო და ატმოსფეროს ზედა შრის იონიზაცია გამოიწვია. ამ უეცარმა ცვლილებამ მაღალი სიხშირის რადიო სიგნალების ხარვეზები განაპირობა. 14 მაისს AR-4087-ის მიმდებარედ სხვა ამოფრქვევაც მოხდა. ეს M7.74 კატეგორიის მოვლენა იყო, რომელიც თბილისის დროით 15 საათსა და 18 წუთზე დაფიქსირდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შემდეგი ამოფრქვევა უფრო ძლიერი იქნება. ამიტომ შესაძლოა, მომავალმა ამოფრქვევებმა გეომაგნიტური შტორმები და პოლარული ნათებები გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ თანამგზავრულ და ელექტროტექნოლოგიას ხელს შეუშლის. ჯეიმს ვების ტელესკოპი არა მხოლოდ შორეულ galaktikებს, არამედ მზის სისტემის პლანეტებსაც აგვირდება. 2023 წლის 25 დეკემბერს ის ასტრონომებმა იუპიტერისკენ მიმართეს და გიგანტურ ციურ სხეულზე ჩრდილოეთის ციალი გადაიღეს. ობსერვატორის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა მეცნიერებს ამ ფენომენის შესწავლის საშუალება მისცა. იუპიტერზე არსებული ნათება დედამიწის მსგავსად მის ატმოსფეროსთან მზის ქარის ურთიერთქმედებითაა გამოწვეული. დიდი ენერგიით მოძრავ ასეთ ნაწილაკებს კი მაგნიტური ველი პოლუსებისკენ მიმიწყებს. აირის გიგანტის შემთხვევაში ციალს დამატებითი წყარო აქვს. მისი ვულკანური ბუნებრივი თანამგზავრი იო. ჩვენი პლანეტისგან კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ იუპიტერის ციალი რამდენიმე ასეულით უფრო კაშკაშაა. ასტრონომებმა იუპიტერის პოლარული ნათების გადასაღებად ვების ახლო ინფრაწითელი კამერა და ჰაბლის ტელესკოპის ულტრაიისფერი სენსორები გამოიყენეს. შედეგად მათ ახალი დეტალები გამოავლინეს. საინტერესოა, რომ ვების მიერ დაფიქსირებულ ყველაზე კაშკაშა სინათლეს ჰაბლის მონაცემებში ანალოგი არ ჰქონდა. მარსის ზედაპირზე წყლის მიერ დატოვებული არაერთი კვალია, მაგრამ სად გაქრა ამდენი სითხე, როცა იქ პირობები შეიცვალა? მეცნიერებს შესაძლო პასუხი აქვთ. მან წითელი პლანეტის ქერქში გადაინაცვლა. ამას ისინი NASA-ს მისიამ InSight-ის განმავლობაში მოპოვებული სეისმური მონაცემების მიხედვით ვარაუდობენ. მათ შენიშნეს, რომ 5.4-დან 8 კილომეტრამდე სიღრმეში სეისმური ტალღების მოძრაობა ნელდება და არაა გამორიცხული ეს იქ თხევადი წყლის რეზერვუარის არსებობით იყოს გამოწვეული. ვინაიდან მარსზე მეტეორიტების გამო ნაპრალები იყო გაჩენილი. არსებობს ჰიპოთეზა, რომ წყალმა ქერქში ჩააღწია. იქ მას თბილი ტემპერატურა დახვდებოდა და თხევადი ფორმით შენარჩუნდებოდა. კვლევრებმა დაადგინეს, რომ პლანეტის ქერქში სითხის ის ოდენობაა, რომელიც მარსს 520-780 მეტრის სიღრმის ოკეანით დაფარავდა. ეს შეესაბამება წყლის იმ ნაწილს, რომლის გაქრობას მხოლოდ აორთქლებით, გაყინვითა და მინერალებში მოქცევით ვერ აიხსნებოდა. ეს მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწაზე წყალი სიცოცხლეს პირდაპირ უკავშირდება, მათ შორის მიწისქვეშა არეალებში, სადაც ზოგიერთი მიკრობი ცხოვრობს. შესაბამისად, შესაძლებელია, ასეთი ორგანიზმები ან მათი კვალი მარსზეც ხვდებოდეს. წყლის ღრმა რეზერვუარებზე მეტის გასაგებად სხვა კვლევებიცაა საჭირო, რომლებიც უფრო ფართო არეალს მოიცავს. 10 მაისს დედამიწაზე კოსმოსური ზონდი კოსმოს 482 ჩამოვარდა. მან ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ნახევარი საუკუნე გაატარა. როსკოსმოსის რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ზონდი ატმოსფეროში თბილისის დროით 10 საათსა და 24 წუთზე შემოვიდა. იგი ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა, კერძოდ დასავლეთით, ინდონეზიასთან ახლოს. როგორც ჩანს, კოსმოს 82-ის დაბრუნებას ზიანი არ მოუტანია. ჩვენს ატმოსფეროში ზონდის დაფიქსირებაც მოხერხდა, როცა მან რომს ჩაუარა. ეს ასტრონომმა ჯან-ლუკა მასიმ შეძლო. ზოგადად, დიდი ზომის კოსმოსური ნაგავი, თუნდაც ძველი სატელიტები, დედამიწაზე ჩამოვარდნისას ნაწილებად იშლება და მეტეორთა ხელოვნურ წვიმას ქმნის. მეორე მხრივ, აგებისას კოსმოს 482-ს თბოიზოლაცია გაუკეთეს, რათა ვენერას ატმოსფეროსთვის გაეძლო. შესაბამისად, სავარაუდოდ იგი ჩვენს პლანეტაზე დაბრუნებისას მთლიანობას შეინარჩუნებდა.
კოსმოს 482 დაახლოებით 1 მეტრი სიგანისაა და 495 კილოგრამს იწონის. ეს აპარატი საბჭოთა კავშირმა 1972 წელს გაუშვა. მას ვენერასთვის უნდა მიაღწია და ამ პლანეტის ზედაპირზე დამჯდარიყო. მიუხედავად ამისა, გამშვებ რაკეტას ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ზონდმა დედამიწის ორბიტიდან ვერ გააღწია. აქ მან 53 წელი გაატარა, სანამ 2025 წლის 10 მაისს ჩვენს პლანეტაზე ჩამოვარდებოდა. ვების ტელესკოპის ახალ სურათზე ასახულია თითქმის 12 მილიარდი წლის წინანდელი სამყაროს ნაწილი, რომელიც ცის ერთ ცისხლიან მონაკვეთშია ჩატეული. ჯეიმს ვები ჰაბლის კომპოზიტურ სურათზე ასახული სინათლის უმეტესობა არა კაშკაშა ვარსკვლავები, არამედ გალაქტიკებია, რომლებიც სივრცე დროში თითქმის სამყაროს დასაწყისშია მიმოფანტული. სხვაობას ადვილად გამოარჩევთ, რადგან მხოლოდ ვარსკვლავებს აქვთ ფოტოზე დიფრაქციული წვეტები. ეს მახასიათებელი მაშინ წარმოიქმნება, როცა კონცენტრირებული წერტილოვანი წყაროს სინათლე ტელესკოპის კიდეების გარშემო მრუდდება. გალაქტიკების სინათლე ნაკლებად კონცენტრირებულია და შესაბამისად ასეთ ეფექტს ვერ წარმოქმნის. შედეგად ჯეიმს ვების ფოტოებზე ადვილია წინა პლანზე ვარსკვლავების ამოცნობა და უკანა ფონური ობიექტებისგან გარჩევა. დაკვირვებები პროგრამა კოსმოს ვების ფარგლებში ჩატარდა. ასტრონომთა ჯგუფმა გამოავლინა გალაქტიკათა 1678 ჯგუფი. არა 1678 გალაქტიკა, არამედ 1678 ჯგუფი, რაც პროექტის მასშტაბურობას ხაზს ნამდვილად უსვამს. წარმოიდგინეთ, რამდენი გალაქტიკაა თითო ჯგუფში. წლიანი მშენებლობის შემდეგ ბოლოს ვიხილეთ ვერა რუბინის ობსერვატორიის მიერ გადაღებული პირველი ფოტოები. ამით ეს ნანატრი ობსერვატორია შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოფიციალურად გამუშავდა. ეს არის ნამდვილად ახალი ფანჯარა კოსმოსში, რომელიც კიდევ უფრო მეტი საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმარება. ჩვენი გარემომცველი სამყაროს შესახებ. ობსერვატორია ჩილეში აშენდა და ის უდიდესი ციფრული კამერითაა აღჭურვილი. 2025 წლის 23 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის კუთვნილი ტელესკოპის პირველი დაკვირვებები გასაჯაროვდა, რითაც ცის შესწავლაში სრულიად ახალი ერა დაიწყო. ამ ამბავს პირდაპირ ეთერით მთელი მსოფლიოდან ადევნებდნენ თვალს. პრეზენტაციაზე მეცნიერებმა ტელესკოპის მიერ დანახული ცის თაღის პირველადი ფოტოები წარუდგინეს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, შესაბამისად გაშიფრული და დამუშავებული. ესაა გამოსახულებები, რომლებიც ობსერვატორიამ ფუნქციონირების პირველი 10 საათის განმავლობაში დააფიქსირა. ამ დროში მან მილიონობით გალაქტიკა და არაერთი ასტეროიდი გადაიღო, რაც მიანიშნებს, რომ ასტრონომიაში ახალი ერა იწყება, რომელიც დიდი ალბათობით მრავალი აღმოჩენის გაგვიკვალავს გზას. მეორე ფოტოზე ეგრეთ წოდებული ქალწულის გროვაა წარმოდგენილი, უпростоრად მისი ერთი ნაწილი. ესაა ათასობით გალაქტიკის ქსელი, რომლის არსებობის შესახებაც რამდენიმე საუკუნეა ვიცით. მისი ყველაზე კაშკაშა წევრების დანახვა მარტივი ტელესკოპებითაცაა შესაძლებელი. თლიან სტრუქტურაზე დეტალურად დაკვირვება რთულია. ამის მიუხედავად, ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიამ ეს მოახერხა. მესამე სურათზე ორი ნისლეულია ნაჩვენები, მესიე ოცისა და ლაგუნის. ისინი ირმის ნახტომში მდებარეობს და ვარსკვლავების წარმოქმნან ღრუბლებს შეიცავს. ამ რეგიონს მზის სისტემისგან რამდენიმე ათასი სინათლის წელი აშორებს და ღირებულ ინფორმაციას ინახავს იმის შესახებ, თუ როგორ ფორმირდება და ვითარდება მნათობები. ამ გამოსახულების მისაღებად ობსერვატორიამ 7 საათის განმავლობაში 678 კადრი აღბეჭდა. ამ ფოტოზე კი სამმაგი ნისლეულია გამოსახული, რომელიც წარმოადგენს ვარსკვლავთა ღია გროვის, გაზისა და მტვრის ნანათობელი ღრუბლებისგან შემდგარი ემისიური ნისლეულის უჩვეულო კომბინაციას. ის საკუთარ სინათლეს ასხივებს და მას ვარდისფერი რეგიონი ეწოდება. ესაა ამრეკლავი ნისლეული, რომელიც ახლო მდებარე ვარსკვლავების სინათლეს ირეკლავს. ამ ნაწილს ლურჯ რეგიონს უწოდებენ და იმდენად მკვრივი ბნელი ნისლეულის უჩვეულო კომბინაციაა, რომელიც მის უკან მდებარე ობიექტებიდან სინათლეს ბლოკავს. იგივე ბნელი რეგიონებიდან. რუბინის ტელესკოპის შემუშავების იდეა პირველად 2001 წელს გაჩნდა. ობსერვატორია სამხრეთის ცის 10 წლიან კვლევას ჩაატარებს. ის ამას ახლო ულტრაიისფერ ოპტიკურ და ახლო ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში გააკეთებს. ცის თითოეული მონაკვეთი დაახლოებით 800-ჯერ ჩაიწერება ტელესკოპის 3200 მეგაპიქსელიანი კამერის გამოყენებით. ყოველ 24 საათში რუბინი დაახლოებით 20 ტერაბაიტის მონაცემს დაამუშავებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იმედის მომცემია.
ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელი სიმძლავრე მოითხოვს მონაცემთა გადაცემის, დამუშავებისა და შენახვის უახლეს ინსტრუმენტებს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ რუბინი სამყაროს შესახებ ისეთ შეკითხვებზე გასცემს პასუხს, რასაც ამ მომენტში წარმოდგენაც კი არ გვაქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასტრონომები ძლიერ ახტომანებულები არიან. ელოდებიან, რომ რუბინი გვაჩვენებს ისეთ რამეებს სამყაროს შესახებ და პასუხს გასცემს ისეთ კითხვებს, რომელთა შესახებაც ჯერ წარმოდგენაც არ გვაქვს. დღემდე შექმნილ არც ერთ სხვა ტელესკოპს არ შეუძლია ერთდროულად ასეთი უზარმაზარი მონაცემების დამუშავება და მკრთალი ობიექტების დაფიქსირება. დღეიდან ჩვენ საფუძველი ჩამუყარეთ იმის გარკვევას, თუ რა არის ბნელი ენერგია, პლანეტარულ თავდაცვასა და უამრავ სამეცნიერო აღმოჩენას. ყველაფერ იმას, რაც აქამდე არ გვქონია, არ მიგვიღწევია. ეს ქმნილება არის ხედვა, თავდაუზოგავი შრომა და პროგრესი იმ უამრავი ადამიანისა, რომელიც იდეის დღიდან მის განხორციელებამდე მუშაობდა ამ პროექტისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სააგენტოს და იმ ოფიციალურ თუ კერძო უწყებას, რომელმაც ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაიღო ამ საკაცობრიო პროექტისათვის. რუბინის სიჩქარის, ხედვის ფართოკუთხისა და მგრძნობიარე კამერების კომბინაცია აფართოებს იმ ლიმიტებს, რისი გაკეთებას ტელესკოპს შეუძლია. არც ერთ სხვა ტელესკოპს არასოდეს შესაძლებია დააფიქსიროს როგორც რეალური ცვლილებები ცაში, ისე მკრთალი, შორეული ობიექტები ერთსა და იმავე დროს, ასეთი უზარმაზარი მასშტაბით. ეს შესაძლებლობები ნიშნავს იმას, რომ ისტორიაში პირველად დავაფიქსირებთ უკიდურესად იშვიათ მოვლენებს. ტელესკოპს სახელი ეწოდა ამერიკელი ასტრონომის ვერა რუბინის პატივსაცემად. ის ერთ-ერთი მოწინავე მეცნიერი იყო გალაქტიკების კვლევებში. მისმა ნაშრომებმა ასტრონომიაში ნამდვილი გარდატეხა შეიტანა. გამოცემა The New York Times-ი მის მემკვიდრეობას აფასებს, როგორც კოპერნიკის მასშტაბზე უფრო დიდ ცვლილებას კოსმოლოგიურ თეორიაში. ვერა რუბინი 2016 წელს გარდაიცვალა. მაისში პოლიტიკური მარცხის შემდეგ ივნისში მორიგი ტექნოლოგიური მარცხი გადაიტანა ილონ მასკმა. მილიარდერის კოსმოსური კომპანიის SpaceX-ის მრავალჯერადი მიზნებისათვის შექმნილმა რაკეტის პროტოტიპმა Starship-ი მეათე საცდელი ფრენა ვერ შეძლო. გაშვებამდე ტესტირებისას ხომალდი ასაფრენ მონაკვეთსები აფეთქდა. კერძოდ Starship-ის მეორე საფეხური ფრენისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისას ხმელეთზევე აფეთქდა. მას სპეციალისტები რიგით მეათე სატესტო მისიისთვის 18 ივნისს წინასწარ ამზადებდნენ, თუმცა აპარატი მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა და სამხრეთ ტეხასის ღამის ცა გაანათა. ამ ინციდენტს კომპანია სოციალურ ქსელ X-ზე დილით გამოეხმაურა. პოსტში წერია, რომ აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 23 საათზე მოხდა. გარშემო არსებული არეალი უსაფრთხოებისათვის ცარიელი იყო და პერსონალიც არ დაშავებულა. მოკვლევა შეერთებული შტატების ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ზედამხედველობით მიმდინარეობს. Honda კოსმოსსაც იპყრობს. ცნობილმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda-მა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის პროტოტიპი 17 ივნისს წარმატებით გამოცადა. ეს კოსმოსური ფრენების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთი და იმავე რაკეტის ხელახალი გაშვების შესაძლებლობას იძლევა. Honda-ს რაკეტამ ვერტიკალური აფრენისა და დაშვების 56 წამიან ტესტირებას თავი გაართვა. ის კუნძულ ჰოკაიდოს ქალაქ ტაიკიში მდებარე კომპანიის კუთვნილი ბაზიდან აფრინდა და 271.4 მეტრს სიმაღლეზე ააღწია. შემდეგ იგი უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა. სამიზნე არეალიდან მხოლოდ 37 სანტიმეტრის მოშორებით. მისი სიმაღლე დაახლოებით 6.3 მეტრია, დიამეტრი კი 85 სანტიმეტრს შეადგენს. რაკეტა 900 კილოგრამს იწონის, საწვავის დამატებით კი 1312 კილოგრამს. კომპანიამ განაცხადა, რომ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი იყო და აფრენან დაშვებისას მნიშვნელოვანი მონაცემებიც მოიპოვეს. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ჯერ რაკეტის კვლევის ფუნდამენტური ფაზა მიმდინარეობს. ამიტომ აღნიშნული ტექნოლოგიის კომერციალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არაა. ამის მიუხედავად მასზე მუშაობა გაგრძელდება, რათა სუბორბიტალური ფრენა 2029 წლისთვის უკვე შესაძლებელი იყოს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA-ს მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Solar Orbiter-ი ჩვენი ვარსკვლავის სამხრეთ პოლუსის უნიკალური სურათები გადაიღო, რადგან ჩვენი მზის ამ რეგიონის ფოტო აქამდე არ მოგვეპოვებოდა. აპარატმა კადრები 23 მარტს აღბეჭდა და ისინი 11 ივნისს გაასაჯაროვეს. 2026 წლის დეკემბრისთვის ის ორბიტის 24 გრადუსიან ცვლილებას მიაღწევს, 2029 წლისთვის კი 33 გრადუსიანს. ეს ვარსკვლავის პოლუსების უკეთ შესავლის შესაძლებლობას მოგცემს. აქამდე მზე ამ რაკურსით არც ადამიანს უნახავს და არც რომელიმე ზონდს.
ზონდმა ჩვენი ვარსკვლავის სამხრეთ პოლუსი სხვადასხვა სპექტრში აღბეჭდა, ხილულიდან ულტრაიისფრამდე. ამისთვის მან 10 სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა და შედეგად ამ არეალის საკმაოდ დეტალური გამოსახულებები მივიღეთ. მათ შორისაა მაგნიტური ველის სტრუქტურები და კონკრეტული ქიმიური ელემენტების სწრაფი ნაკადები, რომლებიც მზის ქარის შემადგენელ პლაზმას მიუყვება. ვინაიდან ასეთი დამუხტული ნაწილაკები მთელ მზის სისტემაში ვრცელდება და ეგრეთ წოდებულ კოსმოსურ ამინს განაპირობებს. მათი შესწავლა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, მზის 11 წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზაში. ამჯერად, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მარცხზე ვიტყვი. იაპონიამ მთვარეზე კოსმოსური აპარატი გაუშვა, რომლის მიზანიც კერძო მისიის ფარგლებში ციურ სხეულზე წარმატებით დაშვება იყო. ქვეყნისთვის ეს პირველი მსგავსი მიღწევა იქნებოდა, არა კერძოს ჩათვლით მეორე. თუმცა რეზილენსად წოდებული მოდული დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირს მაღალი სიჩქარით შეეჯახა. ეს აპარატი iSpace-ისთვის მეორე წარუმატებელი მცდელობაა. აპარატი მთვარეზე მდებარე მეარ-ფრაიგორის იგივე სიცივის ზღვის რეგიონში უნდა დამჯდარიყო, რომელიც დედამიწისკენ მობრუნებულ ნახევარსფეროშია. ეს მნიშვნელოვანი მანევრი თბილისის დროით 6 ივნისის 23 საათსა და 17 წუთზე იგეგმებოდა, მაგრამ რესილენსის ტელემეტრიული მონაცემების მიღება 1 წუთითა და 45 წამით ადრე შეწყდა. ამის მიზეზად ინსტრუმენტების გაუმართავობას ასახელებენ. ასტრონომებმა სუბარუს ტელესკოპის მეშვეობით ნეპტუნის მიღმა არსებული აქამდე უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელსაც ამონიტი უწოდეს. მისი ოფიციალური სახელი 2023 KQ-14-ია და იგი ეგრეთ წოდებული სედნოიდების კატეგორიაში ერთიანდება. ესაა მზის სისტემის შორეულ რეგიონში უჩვეულო ორბიტებზე მოძრავი სხეულები, რომლებშიც თავად ჯუჯა პლანეტა სედნად შედის. წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის ბეთელგეიზეს სულ მცირე ერთი საიდუმლო ამოხსნილია. ასტრონომებმა ბოლოს და ბოლოს აღმოაჩინეს პატარა მკრთალი წყვილური, ბინარული, იგივე ორმაგი კომპანიონი ვარსკვლავი, რომელიც ამ გიგანტის გარშემო მოძრაობს. ბეთელგეიზე ჩვენგან დაახლოებით 548 სინათლის წლის მანძილზე ორიონის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს და წარმოადგენს ღამის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და კაშკაშა ვარსკვლავს. აქვს ჩვენს მზეზე დაახლოებით 16 ნახევარჯერ ან 19ჯერ მეტი მასა, თითქმის 764ჯერ დიდი რადიუსი და იმყოფება სიცოცხლის უკანასკნელ სტადიაზე. ბეთელგეიზე წარმოადგენს იშვიათ განძს კოსმოსში. ხანმოკლე სიცოცხლის ვარსკვლავს თავისი სიცოცხლის ბოლო ეტაპზე, რომელიც დედამიწასთან საკმაოდ ახლოსაა, რათა დეტალურად დავაკვირდეთ. ამ ვარსკვლავს აქვს დაახლოებით 1.6 მზის მასა და ბეთელგეიზეს გარს უვლის დაახლოებით 4 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან, ანუ 4ჯერ უფრო შორიდან, ვიდრე დედამიწა მზეს. შედეგად, სივარჰა ბეთელგეიზესთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იუპიტერი მზესთან და მის გარშემო ერთ შემოვლას თითქმის 6 წელიწადს ანდომებს. მუშაობის 3 წლის თავის აღსანიშნავად ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კატის თათის ნისლეული, სახელწოდებით NGC 6334 გადაიღო, გიგანტური კომპლექსური მოლეკულური ღრუბელი, რომელსაც ეს სახელი კატის უზარმაზარ თათებთან მსგავსების გამოუწოდეს. მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილზე, ღრიანკალის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ადგილზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნა, სადაც მატერიის გროვები მასიურ ვარსკვლავებად გარდაიქმნება და ირგვლივ ყველაფერი დაბინდულია მტვრისა და მოლეკულური გაზის ღრუბლებით. დაფიქსირებულია შამხვრელთა რეკორდული შეჯახება, რომელიც კიდევ უფრო აფართოებს ჩვენს ცოდნას სამყაროს ყველაზე ექსტრემალურ ობიექტთა შესახებ. აშკარაა, რომ გრავიტაციული ტალღები, რომელიც ნაზარულ ინტერფერომეტრულმა ობსერვატორია ლიგომ დააფიქსირა, წარმოქმნილი იყო ამ დროისათვის ნანახტაშორის ყველაზე მასიურ შამხვრელთა ერთმანეთთან შერწყმის შედეგად. ამ შამხვრელთა მასა ზედმეტად მაღალია, რომ ისინი პირდაპირ ხანდაზმული ვარსკვლავის კოლაფსის შედეგად წარმოქმნილიყვნენ. შესაბამისად, კარგი მიზეზია ვიფიქროთ, რომ ისინი პატარა შამხვრელებს შორის წინა შეჯახებების შედეგად არიან წარმოქმნილი. მასიურ და სწრაფად მბრუნავ შამხვრელთა მიერ წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები უფრო მოკლეა, ვიდრე პატარა შამხვრელთა წარმოქმნილი. შესაბამისად, მათი დაფიქსირება უფრო რთულია. მზის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავთან შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტა იყოს. ალფა კენტავრის კომპლექსურ სამმაგ ვარსკვლავურ სისტემაში ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ახლახან შეამჩნია გიგანტური ეგზოპლანეტა, რომელიც ამ 3 ვარსკვლავიდან ყველაზე მზის მსგავსის ალფა კენტავრი A-ის გარშემო მოძრაობს.
ამას გარდა ეგზოპლანეტა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაშია, სრულყოფილ მანძილზე ვარსკვლავისგან, სადაც შესაძლებელია, რომ მის ზედაპირზე თხევადი წყალი იყოს. დადასტურების შემთხვევაში პოტენციური პლანეტა, რომელიც ვების მიერ ალფა კენტავრი A-ისთვის გადაღებულ ფოტოზე ჩანს, შეიძლება ახალი ეტაპი იყოს ეგზოპლანეტების გადაღებაში. ღრმა კოსმოსში ჩვენგან დაახლოებით 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე შავი ხვრელი შეიძლება ყველაზე მასიური იყოს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. გალაქტიკა სახელად SDSS-J 1148+1920 ნამდვილ ბეჰემოთს მასპინძლობს, რომლის მასაც ახალი გაზომვების თანახმად ჩვენი მზისას დაახლოებით 36.3 მილიარდჯერ აღემატება. შედეგად ამ შავი ხვრელის მასა პრაქტიკულ ზედაზღვართან ახლოსაა. ის ამ დრომდე აღმოჩენილ 10 ყველაზე მასიურ შავ ხვრელს შორის არის და სრულიად შესაძლებელია ყველაზე მასიურიც იყოს. ერთმა გიგანტურმა აფეთქებამ არა მხოლოდ კოსმოსი შეარყია, არამედ ჩვენი წარმოდგენაც სამყაროს ყველაზე ძლიერი აფეთქებების შესახებ და ვართ ასე შერყეულები. 2025 წლის 2 ივლისს ჩაწერილი გამა-გამოსხივების აფეთქება GRB ყველაზე გრძელია ამ დრომდე დაფიქსირებულ ამ სახის მოვლენათა შორის. გაგზავნა თითქმის 1 დღეს. შედარებისათვის გეტყვით, რომ როგორც წესი გამა-გამოსხივების აფეთქებები მხოლოდ მილიწამებიდან წუთებამდე გრძელდება. ეს მოვლენა საერთოდ არ ჰგავს ბოლო 50 წლის განმავლობაში ნანახ სხვა არც ერთ GRB-ს. გამა-გამოსხივების აფეთქებები არის კატასტროფული მოვლენები, რომლებიც მიჩნეულია, რომ მხოლოდ ერთხელ ხდება, რადგან მათი წარმომქმნელი წყარო ვერ ახერხებს გადაურჩეს დრამატულ აფეთქებას. ამ მოვლენამ გაგვაუქნა არა მხოლოდ იმიტომ, რომ განმეორებითი მძლავრი აქტივობა აჩვენა, არამედ იმიტომაც, რომ პერიოდული იყო, რაც ამ დრომდე ჯერ არასოდეს გვინახავს. ამბობს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტროფიზიკოსი ანტონიო მარტინ კარელიო. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის NSF-ის ინოუეს მზის ტელესკოპმა X კლასის მზის ანთებაზე აბსოლუტურად საოცარი პირველი დაკვირვებები ჩაატარა. 2024 წლის 8 აგვისტოს ტელესკოპმა გადაიღო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა, რომლის წარმოქმნაც მზეს შეუძლია მხოლოდ 4 დედამიწის დიამეტრის ბრწყინვალე გარჩევადობით. ამ დონის დეტალებმა გამოავლინა მზის ამოფრქვევასთან დაკავშირებული რამდენიმე ყველაზე მცირე სტრუქტურა, რაც კი გვინახავს. ეს ამოფრქვევები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, რომელთა წარმოქმნას მზეს შეუძლია. გაგვიმართა, რომ ერთ-ერთი მათგანი იდეალური დაკვირვების პირობებში დაბიჭირეთ. ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით სატურნის ჩრდილოეთ პოლუსის 6 კუთხა შტორმის რეგიონი შეისწავლეს. მის 탐ზე მათ უჩვეულო სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომლებსაც ფორმით მუქ მძივებსა და 4 ქიმიან ვარსკვლავს უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ ასეთი რამ აქამდე არ უნახავთ და ჯერჯერობით არც იციან, რასთან აქვთ საქმე. ეს ლაქები ტელესკოპის ახლო ინფრაწითელმა კამერამ მაშინ დააფიქსირა, როცა ის მეცნიერებმა უზარმაზარი შტორმისკენ ამ სპექტრის ემისიების შესასწავლად მიმართეს. ამის მიუხედავად სულ სხვა სტრუქტურები შენიშნეს, რომლებიც სავარაუდოდ ურთიერთდაკავშირებულია. თუმცა ერთმანეთისგან დიდი დისტანციითაა დაშორებული. მძივები პლანეტის იონოსფეროში არსებულ დამუხტულ პლაზმაში ნელა გადაადგილდება. 4 ქიმიანი ვარსკვლავი კი მის ქვეშ მდებარე სტრატოსფეროშია. დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სისტემა TRAPSIT-1-ის ერთ-ერთი პლანეტა შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ატმოსფეროში იყოს გახვეული. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ეგზოპლანეტა TRAPSIT-1-ზე ჩატარებული ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ის ჩვენი პლანეტის მსგავსად არის გახვეული აირების საბრუველში. რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებას. 50 წლის წინ ფიზიკოსებმა სტივენ ჰოკინგმა და ჯეიკობ ბეკენშტაინმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეს წესები, რომლებიც შავ ხვრელებს აღწერდა. ჰოკინგის შავი ხვრელების მექანიკის მეორე კანონი, იგივე ჰოკინგის ფართობის თეორემა, ბრძანებს, რომ შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა ფართობი მუდამ უნდა იზრდებოდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, შავი ხვრელი არ შეიძლება შეიკუმშოს. თერმოდინამიკის მეორე კანონი ამბობს, რომ ენტროპია ყოველთვის უნდა იზრდებოდეს. სამყარო მუდმივად უფრო და უფრო არეული ხდება. ვინაიდან შავი ხვრელის ენტროპია ასევე უნდა იზრდებოდეს დროის მსვლელობასთან ერთად. უნდა იზრდებოდეს მისი ფართობიც. როგორ შეიძლება ამ იდეების დატესტვა? როგორც ჩანს, ამის ბრწყინვალე ხელსაწყოა ერთმანეთს შეჯახებული შავი ხვრელები. ბოლო გაზომვების სიზუსტემ ჰოკინგის ფართობის თეორემის ამ დროისათვის ყველაზე ზუსტი შემოწმების საშუალება მისცა.
მეცნიერება ცალ-ცალკე გაზომეს შეჯახებულ შავ ხვრელთა მასები და ბრუნვის მაჩვენებლები. შემდეგ კი ეს მაჩვენებლები შეჯახების შედეგად მიღებული ნარჩენის მასასა და ბრუნვას შეადარეს, რითაც შეძლეს ერთმანეთისათვის ასევე შეედარებინათ ამ ორი ცალკეული შავი ხვრელისა და შეჯახების შედეგად მიღებულის ფართობები. მონაცემებმა ბრწყინვალე თანხმედრა აჩვენა თეორიულ პროგნოზთან, რომლის თანახმადაც ფართობი უნდა იზრდებოდეს, რაც ეჭვგარეშე ადასტურებს ჰოკინგის კანონს. 13 ოქტომბერს ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის რიგით მე-11 სატესტო ფრენა შედგა. მან წარმატებით აფეთქების გარეშე ჩაიარა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან თუ მთვარეზე ადამიანების გაგზავნა სწორედ ამ აპარატით გადაწყდება, მისი გამართულობა უმნიშვნელოვანესია. რაკეტის პირველი საფეხური ამაჩქარებელი Super Heavy-ია, მეორე კი Ship-ი. ისინი Raptor-ის ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, რათა მარსზე გამგზავრება გაამარტივოს. Starship-ი ჯერ სატესტო რეჟიმშია და კომპანია მის გაუმჯობესებას ცდილობს. ის სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომიდან საში ადგილობრივი დროით 18 საათსა და 25 წუთზე აიჭრა. Super Heavy უკან წარმატებით დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ატმოსფეროში Ship-ი აიტანა. ამ უკანასკნელმა ფრენა დამოუკიდებლად განაგრძო. უფუნქციო სატელიტები გამოათავისუფლა. აფრენიდან დაახლოებით 1 საათში ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. კომპანიის მიერ წყლიდან მისი ამოღება არც იგეგმებოდა. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეულ კოსმოსში სავარაუდოდ შენიშნა ჰიპოთეტური ობიექტის, სახელად ბნელი ვარსკვლავის ანდროისათვის საუკეთესო მტკიცებულება. გადასტურების შემთხვევაში ამ აღმოჩენამ შეიძლება ფიზიკის რამდენიმე საიდუმლო ამოხსნას. ბნელი ვარსკვლავი შეიძლება ოქსიმორონად ჟღერდეს, მაგრამ ის მაინც გამოყოფს სინათლესა და ენერგიას. ის არ უნდა მუშაობდეს ბირთვული სინთეზით, როგორც ჩვეულებრივი ვარსკვლავები. ამის ნაცვლად ის უნდა მუშაობდეს ერთმანეთთან ურთიერთმოქმედი ბნელი მატერიის ნაწილაკებზე. სუპერმასიური ბნელი ვარსკვლავები უკიდურესად კაშკაშა, გიგანტური, მაგრამ მაინც გაბერილი ღრუბლებია. ძირითადად შედგება წყალბადისა და ჰელიუმისგან, რომლებსაც გრავიტაციული კოლაფსისგან იცავს მათში მცირე ოდენობით არსებული თვითგანადგურებადი ბნელი მატერია. ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების კოლგეიტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კოსმინ ილაი. ამჯერად მკვლევრებმა იპოვეს ბნელი ვარსკვლავების საუკეთესო მტკიცებულება. აქამდე აღმოჩენილთა შორის 4 ყველაზე შორეული ობიექტის შესწავლისას ჯგუფმა დაადგინა, რომ ყველა მათგანი შეესაბამება ბნელი ვარსკვლავის ახსნას. NASA-ს ხომალდ კასინის მიერ დაახლოებით 20 წლის წინ შეგროვებული მონაცემების ახალი მიმოხილვის შედეგად სატურნის ყინულოვან მთვარეზე ენცელადზე ახალი კომპლექსური ორგანული მოლეკულები აღმოჩინეს. ეს კი მიუთითებს, რომ მისი მანული ზედაპირქვეშა ოკეანის სიღრმეში საკმაოდ საინტერესო ქიმიური პროცესები მიმდინარეობს. შედეგებმა აჩვენა არომატული ნაერთების, ალდეჰიდების, ეთერებისა და ალკანების ფართო სპექტრი, ასევე აზოტი ჟანგბადის ნაერთების ნიშნები. ამ ნაერთთა არსებობა ადასტურებს, რომ სატურნის ირგოლზე ნაპოვნი ასეთივე ნაერთები სათავეს ენცელადის წიაღიდან იღებს და არ წარმოადგენს კოსმოსური ცვეთის პროდუქტს. ვინაიდან კასინის იქამდე უკვე აღმოჩენილი ჰქონდა მარილები, წყალბადი და ფოსფატები. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე დაფიქსირებულია სიცოცხლისათვის გადამწყვეტი 6 ელემენტიდან 5. ერთადერთი საპოვნელი რჩება მხოლოდ გოგირდი. მკვლევართა განცხადებით, ყველა ეს ნაერთი აბიოტურად, ანუ სიცოცხლის გარეშე წარმოიქმნება, მაგრამ მრავალი მათგანი ბიოლოგიური ქიმიის წინამორბედია, პრეკურსორი. ამას გარდა ისინი შესაბამისობაშია ჰიდროთერმულ გარემოსთან. წარმოადგენს ამ დროისათვის საუკეთესო მტკიცებულებას იმისა, რომ ენცელადზე ეს სისტემები არსებობს. ამ მომენტიდან კვლევის შესაძლებლობები იმაზე მეტად ამაღელვებელია, როგორც არასდროს. მილიარდერ და ამაზონის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე მარსის მისია ესკაპადის წვრილი ზონდი აიტანა. მათი გამოთავისუფლების შემდეგ ნიუ გლენის მრავალჯერადი გამოყენების ამაჩქარებელი უკან წარმატებით დაბრუნდა. თავდაპირველად ფრენა ამიდისა და მზის აქტიურობის გამო მიყოლებით 3-ჯერ გადაიდო, თუმცა ადგილობრივი დროით 13 ნოემბრის 15 საათსა და 55 წუთზე რაკეტა კანავერალის კონცხიდან ცაში აიჭრა. ეს მისთვის მხოლოდ მეორე მისია იყო, თუმცა დებიუტისას მისი პირველი საფეხური, რომელიც ამაჩხარების ფუნქციას ასრულებს, სპეციალურ პლატფორმაზე ვერ დაეშვა. ახლანდელი უსაფრთხო დაბრუნება კომპანიისთვის დიდი მიღწევაა, რადგან იგი კონკურენციას ილონ მასკის Starship-ს უწევს. ბეზოსის კომპანიას ბოლო წარმატება თავად მასკმაც მიულოცა. მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: "ვულოცავ ჯეფ ბეზოსსა და Blue Origin-ის გუნდს." ერთგვარი ღირსეული კონკურენტის როლი ითამაშა. მეტეორული წვიმა, რომელიც ლეონიდების სახელითაა ცნობილი,
16, 17 და 18 ნოემბერს დაფიქსირდა. ვარსკვლავების ცვენად მონათლული ეს მოვლენა უძველესი დროიდან არის ცნობილი, რომელიც სინამდვილეში მეტეორულ ნაკადს წარმოადგენს. სანახაობა საკმაოდ შთამბეჭდავია. ვარსკვლავები ან ცაზე უეცრად შემოჭრილი მეტეორების ელვარე კვალი ჩნდება. ყველაზე ძლიერი ლეონიდები 1966 წელს დაიმზირებოდა, როცა ყოველ საათში დედამიწის ატმოსფეროში 150,000 მეტეორი იწვებოდა. მეტეორები არა მარტო რადიანტთან, არამედ მთელი ცის თაღზე ჩანს. თუმცა ცის ერთი ნაწილიდან შემოდიან. მეტეორების ერთი წერტილიდან შემოსვლა მოჩვენებითი მოვლენაა. ეს შეიძლება შევადაროთ რკინიგზებს, რომლებიც შორს სითბოს ერთმანეთს უერთდება, რაც ასე არ არის. იგივე ხდება მეტეორების შემთხვევაშიც. ლეონიდების მეტეორული წვიმა აქტიურია 6-დან 30 ნოემბრამდე, პიკს კი 16 და 17 ნოემბერს აღწევს. 2025 წელს წვიმამ პიკს 17 ნოემბერს დაახლოებით 18 საათზე მიაღწია, გრინვიჩის დროით. როცა წვიმის რადიანტი ლომის სანავარსკვლავედშია, ამ დროს თქვენს ცაზე უკვე ჰორიზონტს მაღლა დგას. შესაბამისად, მეტეორების დანახვის შანსი მნიშვნელოვნად დიდია. განსაკუთრებული სუპერნოვა, სახელად SN 2024 GGI 2024 წლის აპრილში ამოიფრქვა ჩვენგან 23.6 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ცოტა ხნით ოვალური ზეთისხილის ფორმა მიიღო, იქამდე, ვიდრე მისი დარტყმითი წინახაზი მიმდებარე მასალას შეეჯახებოდა. ეს დაკვირვება ავსებს ზოგიერთ სიცარიელეს ჩვენს ცოდნაში სუპერნოვას ევოლუციის ყველაზე ადრეული ეტაპების შესახებ. ამ დრომდე დედამიწის დობილი პლანეტა ვენერას გარშემო ერთადერთი აქტიური ზონდი მოძრაობდა, რომელიც იქ იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ ჯახამ გაუშვა. 28 ოქტომბერს მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეს მისია სახელად აკაცუკი დასრულებულია. აპარატი 1 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში მისკენ გაგზავნილი სიგნალები უპასუხოდ რჩებოდა. ახლა კი იმედი საბოლოოდ ამოიწურა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის ტყუპის ძალა წოდებულ პლანეტას ახლოდან ვეღარ ვაკვირდებით. იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მათი მისია წარმატებული იყო. ზონდის მიერ მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, გამოცემებში 178 ნაშრომი გამოქვეყნდა და მეცნიერები კვლევებზე ჯერ კიდევ მუშაობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მისიის თავდაპირველ ხანგრძლივობად 4,5 წელი განიხილებოდა, მაგრამ მან სამჯერ დიდხანს ფუნქციონირა. რაც შეეხება სამომავლო მისიებს, ასეთია NASA-ს დავინჩი და ვერიტასი, ასევე ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინვიჟენი. ამის მიუხედავად პირველი 2 ჯერ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება დაფინანსება შეუწყვიტოს. არ არსებობს უნივერსალური ყველაფრის თეორია, რომელიც სუფთად აერთიანებს ზოგადად ფარდობიტობას კვანტურ მექანიკასთან, სულ მცირე ალგორითმულად. ამის ბუნებრივი შედეგი ის არის, რომ სამყარო ვერ იქნება სიმულაცია, რადგან ნებისმიერი ასეთი სიმულაცია ალგორითმულად უნდა მუშაობდეს. ყველაფრის ფუნქციონირების ჩვენეულ გაგებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის სივრცე დროის უწყვეტ ქსოვილსა და კვანტური მექანიკის ბუნდოვან დუალობას შორის არსებული ურღვევი ურთიერთობა. ვიცით, რომ სამყარო ფუნქციონირებს, მაგრამ თითოეული სფეროს აღსაწერად გამოყენებული მათემატიკა ინგრევა, როდესაც მეორეზე გამოიყენება. ფიზიკოსები დიდი ხანია ეძებენ მათემატიკურ გადაწყვეტას, ეგრეთ წოდებულ კვანტურ გრავიტაციას ან ყველაფრის თეორიას, რომელიც ფიზიკოსებს ზოგადი ფარდობიტობიდან კვანტურ თეორიაში ხავერდოვანი გადასვლის საშუალებას მისცემს. სივრცე დრო და კვანტური ველები წარმოიშობა სუფთა ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიღმაც არაფერი არსებობს და რომელიც ამერიკელმა თეორიულმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა ლაკონურად აღწერა, როგორც მისი მიღება ბიტებიდან. თუმცა, ჯგუფის განცხადებით არსებობს კარგი მიზეზები, რომ ისინი ვერ შეიძლება მოდიოდნენ ბიტებიდან. იმის მტკიცებით, რომ ინფორმაცია, საიდანაც რეალობა წარმოიშობა, უნდა იყოს როგორც ფუნდამენტური, ასევე სასრული. ფიზიკოსებმა თავიანთი ჰიპოთეზის გადასამოწმებლად მათემატიკოსებს კურტ გიოდელს, ალფრედ ტარსკის და გრეგორი ჩაიდინს მიმართეს. კვლევრებმა დაადგინეს, რომ თავად ფიზიკა სრულყოფილი ვერ იქნება. ისინი გვთავაზობენ, რომ ყველაფრის თეორიის გადაჭრის ერთადერთი გზა არის ალგორითმული შრის ზემოთ არა ალგორითმული შრის დამატება, რათა წარმოიქმნას ყველაფრის მეტათეორია, იგივე MTOE. ნებისმიერი სიმულაცია თავისი არსით ალგორითმულია. ის დაპროგრამებულ წესებს უნდა მიხვდეს, მაგრამ ვინაიდან რეალობის ფუნდამენტური დონე დაფუძნებულია არა ალგორითმულ გაგებაზე, სამყარო არ შეიძლება იყოს და ვერც ვერასოდეს იქნება სიმულაცია, ამბობენ დასკვნის ავტორები.